მამაკაცი მთხოვს ლოგინში იმას ისი გაკეთებაც არ მინდა, მეხათრება და უარს ვერ ვეუბნები. თან მეშინია წავა და სხვებთან გააკეთებს ამას. ულამაზესო და უძვირფასესო თანამემამულე ქალბატონებო. ეს შეკითხვა მივიღე ერთ-ერთი გამომწერისგან ერთი ვიდეოს მერე, ამ ვიდეოს იპოვით ჩემს არხზე, ჩემს პროფილში. გარდა ამისა მივიღე უამრავი ამდაგვარი შეკითხვები პირადში და მივხვდი როგორი მტკივნეული თემა არის ეს თქვენთვის. გასაკვირი არაფერია, თემა არის საკმაოდ მოუხერხებელი, ხშირად გაუგებარია ვის უნდა მიმართო რომელ სპეციალისტს ასეთი შეკითხვით, ქალბატონი ისტრესება ამის გამო და მიხარია რომ გადადგით ეს ნაბიჯი და მე მომმართეთ. მე შევეცდები რომ მოვფინო ნათელი და გაგცეთ პასუხი. ბოლოში მოგცემთ გამოსავალს, ასე რომ ყურადღებით მოусმინეთ ამ ვიდეოს. ახლა კი დავიწყდით. რისთვის არის საერთოდ საჭირო სექსი? ჩემი აზრით, იდეალურ სიტუაციაში სექსი არის იმისთვის, რომ ორმა ადამიანმა, რომელსაც უყვართ ერთმანეთი და იმყოფებიან წყვილში ერთმანეთთან. იმიტომ რომ სექსი არის სიმბოლურად შერწყმა, ხო, გაერთიანება. უფრო მეტი სიამოვნება, სიხარული და ბედნიერება მიანიჭონ ერთმანეთს და ყველაფერი, რაც ამ ერთიანობას შეუშლის ხელს, ამ ორი ადამიანის ერთიანობას, არ უნდა იყოს მისაღები. ახლა რა ხდება, როცა იქმნება სტრესი? საქმე იმაშია, რომ სტრესი უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს აცალკევებს ერთმანეთისაგან. იქმნება დისტანცია. ის ადამიანი, რომელსაც აქვს სტრესი, იფლობა იმ თავის შინაგან კონფლიქტში, განსაკუთრებით თუ ამაზე ვერ უთანხმდება იმ მეორე ადამიანს. ყველაფერი, რაც არ გვაერთიანებს, ესე იგი წყვილში არ არის სასარგებლო. ახლა რატომ შეიძლება ქალბატონს შეექმნას სტრესი? ალბათ იმიტომ, რომ ის, რასაც მამაკაცი სთხოვს, შეიძლება იყოს ან მორალურად მისთვის მიუღებელი, ან ფიზიკურად მას ანიჭებდეს რაღაცა არასასიამოვნო გრძნობებს, ან აზიანებდეს, ან საერთოდ არ იყოს მისთვის ფიზიკურად სასარგებლო. მესამე, შეიძლება, რასაც მამაკაცი სთხოვს, იყოს ქალბატონისთვის სულიერად, ანუ რელიგიურად მიუღებელი. ან ქალბატონი ორჭოფულდეს და არ იცოდეს ჯერ ის, რასაც თქვენ სთხოვთ, არის თუ არა საერთოდ ნორმალური და დრო სჭირდებოდეს ამის გარკვევაში. როცა მამაკაცი აგრძელებს ზედაწოლას და არ ითვალისწინებს ქალბატონის მოთხოვნილებებს, აქ ხდება ეგრეთ წოდებული პატარა აგრესია. იმიტომ რომ ქალბატონის ფსიქოლოგიური და ემოციური ჯანმრთელობა ზიანდება და რატომ? როცა ქალბატონი ვერ იცავს თავის საკუთარ საზღვარს, თავის საკუთარ მოთხოვნილებებს, იქ ეცემა მისი თვითშეფასება. აგრეთვე ეცემა მისი თვითპატივისცემა. იმიტომ რომ როცა ის ხედავს, რომ მის მოთხოვნილებებს არსებენ პატივს, მის შეხედულებებს არსებენ პატივს, ის კი არ არის იმ ძალაში, რომ დაიცვას თავისი საკუთარი მოთხოვნილებები, იქ თვითპატივისცემა დაიკარგება. ჩვენ კი ადამიანები, რისთვის ავართ მოსული ამ დედამიწაზე? ჩვენ ვალდებულები ვართ ბიოლოგიურად, რომ დავიცვათ ჩვენი საკუთარი თავი. ვინმე რომ დანით გამოგვეკიდოს, ჩვენ გავიქცევით, ხო? ახლა არ ვიძახი, რომ პარტნიორი დანით მოგდევს, მაგრამ თვით დაცვა ეს არის ჩვენ კოდში ჩადებული უმნიშვნელოვანი ფუნქცია. ყველაფერი, რაც ჩვენ დაგვაზიანებს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და ფსიქოლოგიურად, არ არის მისაღებელი. თუ მამაკაცი აგრძელებს ამის კეთებას, ესე იგი ის ჩვენ გვაზიანებს. ამ დროს აუცილებელია თქვენ თავს კითხოთ, ქალბატონებო, არის საერთოდ თქვენთვის კარგი ისეთი მამაკაცის გვერდით ყოფნა, რომელიც მზად არის თავისი ინტერესების გამო თქვენ დაგაზიანოთ. ამიტომ მამაკაცს უნდა დაელაპარაკოთ. აუხსნათ, რომ თქვენ ხართ სტრესში, რის გამო ესეც აუხსნათ. იმედია, რომ მამაკაცი არის საკმაოდ განათლებული, რომ დაფიქრდეს. როცა სექსია ლაპარაკი, თუ ის ამ პროცესს არ ჩადის მარტო თავის თავთან და უნდა სხვა ადამიანთან ამის გაკეთება, იმ თამაში მარტო ის აღარ იმყოფება, იმ თამაში იმყოფება აგრეთვე სხვა ადამიანი და ამიტომ მარტო მასზე აღარ არის ყველაფერი დამოკიდებული. ყოველთვის, როცა 2-3 ან მეტი ადამიანი რაღაცა პროცესში ჩართული, იქ ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ყოველთვის ვეღარ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. იმიტომ რომ
მხოლოდ ჩვენზე აღარ არის ეს დამოკიდებული. ამიტომ ყველა ჩვენი სურვილი შეიძლება არ ასრულდეს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ უნდა გავაკეთოთ პრიორიტეტები, ანუ მთავარის არჩევა. თქვენმა პარტნიორმაც უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი სექსუალური ფანტაზია მისთვის. თუ მას ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, თქვენთვის კი ეს არის მიუღებელი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სად არის თუ არა თქვენ მთლიანობაში როგორიც ხართ, იმ თავისი სექსუალური ფანტაზიის გამო დაგკარგოთ. თუ ის მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რომ მისი სექსუალური ფანტაზია მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად არის თქვენ დაგკარგოთ, შემოკარგებო, აქ კითხეთ თქვენ თავს, თქვენ დაკარგეთ მაშინ რამე, გინდათ ასეთი კაცის გვერდით ყოფნა? რომელსაც თავისი სექსუალური ფანტაზიის გამო მზად არის, რომ თქვენ დაგაზიანოთ. საერთოდ ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ხშირად კითხოთ თქვენ თავს, ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, რაც თქვენ გინდათ, არის თუ არა ეს თქვენთვის კარგი, მოგიტანთ თუ არა ეს თქვენ ჯანმრთელობას, მოგიტანთ თუ არა ეს განვითარებას, გაგხდით თუ არა ეს თქვენს საუკეთესო ვერსიას. თუ თქვენ იცხოვრებთ ისეთ მამაკაცთან, რომელიც თქვენ ისეთ რაღაცებს გაგიკეთებთ ლოგინში, რაც თქვენ დაგამცირებთ, უბედურს გაგხდით, ნევროტიკულს გაგხდით, იქნება ეს თქვენთვის კარგი? მე ახლა არ ვიცი თქვენი მამაკაცები თქვენგან რას ითხოვენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს ისეთი საშინელება, რასაც ის ითხოვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გარკვევა. კიდევ ერთხელ, არის თუ არა ეს თქვენთვის მორალურად მიუღებელი, ფიზიკურად დამაზიანებელი ან არასასიამოვნო, რელიგიურად და სულიერად მიუღებელი, თუ ორჭოფობთ და დრო გჭირდებათ. თუ ორჭოფობთ და დრო გჭირდებათ, დაელაპარაკეთ, აუხსენით, რომ თქვენ სხვა ტემპი გაქვთ და მოგცეთ. ამ პატივისცემა ამ თქვენი ტემპის მიხედვით. და ისიც გაითვალისწინოს, რომ თქვენ შეიძლება არ აირჩიოთ და ბოლოს მაინც უარი უთხრათ და ესეც იქნება აბსოლუტურად ნორმალური. თუ ეს რაღაცა რელიგიურ, სულიერ შემთხვევებთან არის დაკავშირებული, აქ მე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, იმიტომ რომ არ მაქვს ესე დეტალურად ბიბლია შესწავლილი და არა ვარ კვალიფიცირებული. ამიტომ წადით თქვენს მამაოსთან და დაელაპარაკეთ ამ თემაზე. თუ თქვენი წყვილი თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ფიზიკურ რაღაცა არასასიამოვნო პროცესებთან აქვს საქმე, კიდევ ერთხელ, ქალბატონებო, თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არ დათანხმდეთ იმაზე, რაც თქვენ ფიზიკურად დაგაზიანებთ ან არასასიამოვნო რაღაცა განცდებს მოგანიჭებთ. თუ ლაპარაკი არის ფსიქოლოგიურ და ემოციურ დაზიანებაზე, იმიტომ რომ თქვენი მორალი ილახება იმისგან, რასაც ის გთხოვთ, ქალბატონებო, ამაზეც არ დათანხმდეთ, იმიტომ რომ ესეც თქვენ დაგაზიანებთ. იმედია გავეცი თქვენ შეკითხვებზე პასუხი. გისურვებთ, რომ იყოთ ერთმანეთთან ბედნიერები, არაფერი ერთმანეთს არ დაუზიანოთ და მიანიჭოთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება. მომავალ შეხვედრამდე.